Reach out, touch faith. Reach out and touch faith. გამარჯობა, თქვენ უყურებთ ტაბულას, ეს თეორემაა, მე თამარ ჩერგოლეიშვილი ვარ. 10,000-ობით მოქალაქემ გასულ შაბათს მთავრობის გადადგომა მოითხოვა. მანამ სანამ პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნას გაიაზრებდა, ხელისუფლება ტრადიციულად პროტესტის არითმეტიკით დაკავდა. გაირკვა, რომ ის, რაც ბიძინა ივანიშვილისთვის 2012 წლის 27 მაისს თავისუფლების მოედანზე გამართულ პირველ აქციაზე 100,000-ზე მეტ გულანთებულ მოქალაქეს ნიშნავდა, ახლა სულ რაღაც 7,000 ფულით მოსყიდულ მოძალადეს ნიშნავს. გაირკვა ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილის აზრით მთავრობის გადადგომის მოთხოვნა თავხედობაა. იმდენად რამდენადაც ქვეყანაში ყველაფერი არის კარგად და მთავრობის გადადგომის მიზეზი არ არსებობს. ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ასეთი მთავრობა ნანატრი იქნებოდა ევროპისთვისაც და საოცნებო ამერიკისთვის. სანამ ბიძინა ივანიშვილი პროტესტის მონაწილეთა თავხედობაზე საუბრობს, გამოქვეყნდა გასული წლის ეკონომიკის ოფიციალური სტატისტიკა. რიცხვები საგანგაშოა, ენერგეტიკის და დამამუშავებელი მრეწველობის სფეროები ზრდის ნაცვლად შემცირებულია. ზრდის ტემპი დაგდებულია სოფლის მეურნეობის, რესტორნების, ტრანსპორტისა და ავტომობილებით ვაჭრობის სფეროში. მიტინგის არითმეტიკის თემა სწრაფადვე ჩაანაცვლა მთავრობის გადადგომის თემამ. ოპოზიცია პარლამენტში მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადებისთვის საჭირო ხმების მოგროვებას იწყებს. პარლამენტში 159 დეპუტატია, 60 დეპუტატია საჭირო იმისთვის, რომ პროცესი დაიძრას, ხოლო 75 იმისთვის, რომ მთავრობა გადადგეს. ნაციონალურ მოძრაობას 50 დეპუტატი ყავს. უნდობლობის პროცესის დასაწყებად ამ პარტიას პარლამენტში 10 თანამოაზრის პოვნა სჭირდება, ხოლო დასასრულებლად დამატებით 15 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. 8 დეპუტატი ყავთ თავისუფალ დემოკრატებს. დღეს ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ამ კონკრეტულ მოთხოვნას ხარს არ დაუჭერს. თუმცა რამდენიმე კვირით ადრე თეორემას ეთერში მან ამ საკითხთან დაკავშირებით ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა არ გამორიცხა. მთავრობის გადადგომის მოთხოვნას მხარდაჭერას უცხადებს მურმან დულბაძე. უფრო მეტიც ის ამბობს, რომ ნაციონალები შეუერთდნენ მის ინიციატივას და არა პირიქით. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობის ინიციატივის შედეგად დეპუტატებზე წნეხიც გაიზრდება და მათი ფასი. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეძლებს ხელისუფლება ეკონომიკური პრობლემების გამო მოსახლეობაში გაჩენილი პროტესტის შეკავებას და ჩაცხრობას. სწორედ მთავრობის გადაყენების პერსპექტივაზე ვისაუბრებთ თეორემას პირველ ნაწილში, თეორემას სტუმრებთან ერთად წარმოგიდგენთ მათ ლევან ალაფიშვილი, იურისტი, თამარ ჩხეიძე, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, გიორგი რუხაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, თორნიკე შარაშენიძე, ჯიპას პროფესორი და ტაბულას ნიუსრუმიდან ჩაგვერთვება სერგო რატიანი, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. გამარჯობა ბატონო სერგო, პირველ რიგში დიდი მადლობა ყველას, რომ მოხვედით. გამომრჩა. გამარჯობა ბატონო სერგო, დამთავრდა აქცია. რა არის სამოქმედო გეგმა? კიდევ ერთხელ რომ გითხრათ თუ შეიძლება. აქციის მოთხოვნა, იცის ალბათ უკვე ყველამ, არის მთავრობის გადადგომა. ქვეყანაში შექმნილია მძიმე კრიზისული მდგომარეობა, რომელიც ფაქტობრივად თითოეულ მოქალაქეს შეეხო და ჩვენ ვიწყებთ სხვადასხვა მიმართულებით ქმედებას. ეს მიმართულებებია ძირითადად პარლამენტის, სადაც ჩვენ დავიწყეთ იმპიჩმენტის პროცედურას და შევეცდებით მოვაგროვოთ შესაბამისი ხმები, იმისათვის რომ ეს მთავრობა გადადგეს. მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას. მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას და მეორე მხრივ, ასე ვთქვათ, იქნება ადგილებზე სხვა მიმართულებით აქციები, გაიზრდება საზოგადოების ზეწოლა, მთავრობაზეც და ასევე პარლამენტზეც. რა გაძლევთ იმის
საფუძველს იფიქროთ, რომ დეპუტატები ბიძინა ივანიშვილს შეელევიან. ვფიქრობ, რომ მე 2 წლის განმავლობაში დიდი ხანია იცით არა ვარ პოლიტიკაში მოსული, მაგრამ მინახავს ამ პარლამენტშიც თქვენ და ბიძინას დაახლოებით ერთი სტაჟი გაქვთ პოლიტიკაში. და ეს სტაჟი მაძლევს იმის უფლებას, რომ ვთქვა, რომ სიტუაცია იცვლება ხოლმე ტემპერატურის ზრდასთან ერთად ადამიანთა ასე ვთქვათ, ხმების აგრეგატული მდგომარეობა და ადამიანთა ასე ვთქვათ, წინასწარი განწყობები აშკარად იცვლება. მე რამოდენიმეჯერ მინახავს, როგორ შეცვლილა უმრავლესობის პოზიციებიც და თითოეული დეპუტატისას იქ თქვენ გახსოვთ, რომ მაგალითად ასე ვთქვათ, ოკუპაციის შესახებ კანონთან დაკავშირებით გახსოვთ რა შემართებით დაიწყო უმრავლესობამ და ვერ დაამთავრა. გახსოვთ თქვენ აგრეთვე უნივერსიტეტებთან დაკავშირებით ივანიშვილს უნდოდა რომ პირადად დაენიშნა რექტორები და ეს პროცედურა ბოლომდე ვერ მიიყვანა. გახსოვთ თქვენ, როდესაც მათ უნდოდათ ეს პირდაპირ გაეტანათ მაგალითად მოსმენების კანონი და ეს ვერ გააკეთეს. და ასევე საფრთხესთან დაკავშირებით ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ ასე ვთქვათ, ის პოზიცია, რომელიც მოითხოვდა კომისიის შექმნას, მიზანშეწონილებას, ის დააგროვებდა უმრავლესობას, ეს რამოდენიმეჯერ მოხდა პარლამენტში. შესაბამისად, მე მგონია, რომ მით უმეტეს იმ მდგომარეობაში, როდესაც ქვეყანა მართლაც უკან მიდის და ჩვენ ყველა არა მაშინ უნდა გავაჩეროთ, როცა უკვე ძალიან ძიმეთ იქნება სიტუაცია და უკვე ძიმეთ არის, მაგრამ ჯერ კიდევ არის საშუალება რომ რაღაცნაირად შემოატრიალოთ პროცესები. მე ვფიქრობ ამ სიტუაციის ცვლილებასთან ერთად და ასევე საზოგადოების ზეწოლის ქვეშ პოლიტიკოსები, რომელსაც წარმოუდგენია თავისთავად პოლიტიკაში მომავალში, მე ვფიქრობ, რომ შეცვლიან თავის წარმოდგენებს. ესეთი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი. მე მაგალითად საკითხთან დაკავშირებით მახსოვს კონკრეტულად ერთ-ერთი დეპუტატი, რომელსაც რო ვკითხე, რომ მიიღო გადაწყვეტილება და მხარი დაგვიჭირა, რო ვკითხე რატომ, მე რაღაცა არ ვიცოდი და შევცვალე პოზიცია. იყო ესეთი შემთხვევები, მე მგონია, რომ ეს შემთხვევები იქნება მით უმეტეს, რომ ამ თავრობას აღარ აქვს დობის მანდატი. არა აქვს მნიშვნელობა ჩვენი მომხრე არის თუ არ არის მომხრე. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობის უმრავლესობას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ აქვს იმას მნიშვნელობა ვინ არის ჩვენი მომხრე ამ წუთისათვის და ვინ არ არის. ის თითქმის ყველა დარწმუნებული ვარ, რომ ასე ვთქვათ, შინაგანად და ასე ვთქვათ, დარწმუნებულია, რომ ეს დამთავრება მან უწურა მალე. მე მეცაც გეტყვით, ბიძინა ივანიშვილიც კი ვფიქრობ, დიდი სიამოვნებით შეცვლიდა მთავრობას, რომ კონდეს ამის რესურსი და ადამიანურ რესურსს გულისხმობთ? მე მგონია, ხო, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ესეთი სახეების რესურსი მაინც არის, ასე ვთქვათ, გარკვეული, ამაზე მეტი შეიძლება ვერ შეცვალოს უბრალოდ, იმიტომ რომ კი ბატონო, აი ირაკლი ალასანიამ, რომელსაც პირველად ეხლა უნდა ვიტრაბახო, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწია რამდენიმე კვირის წინ, ზუსტად თეორემას ეთერში, მე ვკითხე მას დაუჭერდა თუ არა მხარს მთავრობის გადადგომის მოთხოვნას, იმ შემთხვევაში თუ ეს საკითხი დადგებოდა დღის წესრიგში, მითხრა რომ გამორიცხული არაფერია. დღეს თქვა რომ ის ამ კონკრეტულ შემთხვევაში თქვენს ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. აპირებთ თუ არა მასთან მუშაობის გაგრძელებას თუ სხვა დეპუტატების იმედი გაქვთ ამ შემთხვევაში? არა, რასაკვირველია, თავისუფალ დემოკრატებთან ჩვენ გვექნება კონსულტაციები და მე მგონია რომ ისინი დაუჭერენ. არ ვიცი, შეიძლება მათ შორის აღმოჩნდეს ვიღაცა, ვინც არ დაუჭერს მხარს, მაგრამ მე მაინც მოგონია და იმედი მაქვს, რომ უმეტესობა მათგან დაუჭერს მხარს, იმიტომ რომ თანდათანობით საქართველოში სიტუაცია არის არა ისეთი, რომ თქვათ ჩვენს შეიძლება მოგვეთხოვა, შეიძლება არ მოგვეთხოვა, ვიღაცა იტყოდა, რომ ჯერ ადრეა, ვიღაცა იტყოდა, რომ შემდეგში, მაგრამ დღეს შეიქმნელია სიტუაცია, როცა ჩვენ აღარა გვაქვს უფლება არ მოვითხოვოთ მთავრობის გადაყენება. ესეთი სიტუაციები პოლიტიკაში არის ხოლმე სიტუაცია, როდესაც ჩვენ შეიძლება არჩევანი გქონდეს, არის სიტუაცია, როდესაც გარკვეული არჩევანი აღარა გაქვს და შემოქმედები იქიდან გამომდინარე, რომ შენ აღარა გაქვს უფლება არ მოინდომა. შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ აი თქვა გაჩერებულიყო ნაციონალურ მოძრაობა, რამოდენიმე თვის შემდეგ კიდევ უფრო რთული სიტუაცია იქნა, მერე მოეთხოვა, მაგრამ
ეს წითელი ხაზი უკვე გადაკვეთა მთავრობამ და მდგომარეობა საკმაოდ საგანგაშოა. რა იყო თქვენთვის ის წითელი ხაზი, რომელიც შემდეგაც გადაწყვეტეთ, რომ აზრი აღარ აქვს უკვე პარლამენტში, ვთქვათ, სიტუაციის გარჩევას და საჭიროა ქუჩაში გამოსვლა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნა? რასაკვირველია, თავისთავად ეკონომიკური სიტუაცია რომ შეიცვალა, ეს არის ერთი ფაქტორი, მაგრამ ყოველთვის მნიშვნელობა აქვს, რამდენად აცნობიერებს მთავრობა ამ სიტუაციას. ჩვენ რო დაგვენახა, რომ გარკვეულწილად მათ აღიარეს, რომ სერიოზული პრობლემა არის და იწყებენ რაღაცის შეცვლას. ხო, არავის ხო არ დაუნახავს ესეთი გზავნილი არ ქონია მთავრობას, პირიქით რაღაც სრულიად გავიდნენ, ასე ვთქვათ, მომსახურების არიდან და ისინი რაღაცა თითქოს სხვაგან არიან, თითქოს პარალელურ სივრცეში არიან, მათ უნდათ გადაფარონ რეალობა და ძირითადად რას ამბობს ივანიშვილი? ივანიშვილი ამბობს, რომ მისი მთავარი პრობლემა არის თითქოს და მედია, ხო? მედია და ის ამბობს, რომ ხალხს არ უნდა აწვდიდეს მედია ესეთ საგანგაშო, ასე ვთქვათ, გზავნილებს. მისი პრობლემა სწორედ ის არის, რომ მას გონია, რომ მედიაშია პრობლემა, თითქოს სარკეში არის პრობლემა და არა მასში, ხო? აი ხა ენაზე მათგან სარკე სამტროს მეთქი ეგ მინდოდა მეთქვა და დამასწრე. აშკარად ესე იგი აი დედინაცვალი და სარკის მდგომარეობა არის. ძალაუფლებას ეგ აქვს, რასაკვირველია, ძალაუფლება, როდესაც სარკე არის საზოგადოება გარკვეულწილად, სანამ გაქვს ძალაუფლება, შენ სულ გონია, რომ გაქვს იმდენი ძალა, რომ ვიღაცამ არ გითხრას სიმართლე, მაგრამ რაღაც მომენტში წითელი ზღვარს რო გადალახავ, მერე ეს სარკე, ასე ვთქვათ, იცვლება და საზოგადოებრივი აზრი იცვლება და ეს სარკე ძირითადად არის საზოგადოებრივი აზრი და რეალურად ეს ხაზი მე მგონი გადაკვეთა. ვნახოთ, როგორია საზოგადოებრივი აზრი, ვფიქრობ უკვე მალე უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრის კვლევებიც. დიდი მადლობა ბატონ სერგო, მე სტუდიაში გადავინაცვლებ ჩემს სტუმრებთან ერთად, თქვენ კი დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ საინტერესო საუბრისთვის. ბრუნდები სტუდიაში და ლევანთან მექნება პირველი შეკითხვა. თუ შეგიძლია დღეს ინტერპრეს ნიუსმა ესეთი სათაურით გამოაქვეყნა სტატია, რომ მთავრობის გადადგომის პროცედურა არის ძალიან რთული, თუ რაღაცა ეს იყო რა, მოკლედ უნდა დაიჩვენებინათ, რომ ეს ძალიან რთულია. რამდენად რთულია მთავრობის? არა, მხოლოდ რთული, არა ძალიან რთული? ხო, ეს საზომი ცოტა რთულია, ასე ვთქვათ. რა არის საჭირო იმისთვის, რომ უნდობლობის პროცესი დაიწყოს, მთავრობა გადადგეს, პარლამენტმა გადააყენოს? რეალურად არის ისეთი, როგორც მოცემულია კონსტიტუციაში და რომელიც იძლევა პოლიტიკური პროცესის კონსტიტუციურ ფარგლებში ნორმალურად განვითარებას, ამავე დროს სახელმწიფო შტოებს შორის რომ არ იყოს მუდმივი დაძაბულობის რეჟიმი, არასტაბილურობა, აძლევს საშუალებას მთავრობასაც და პარლამენტსაც გარკვეული ეგრეთ წოდებული ზღვრამდე წარმართონების პროცესი, თუმცა თუ კი ეს პროცესი წარმატებული არ აღმოჩნდება, ამ შემთხვევაში უკვე შეგახსენებთ იგივე კონსტიტუციური დებულება, როდესაც ინიცირება საკითხისა თუ კი დაისვა და არ აღმოჩნდა წარმატებული, მომდევნო 6 თვის განმავლობაში იგივე შემადგენლობა პარლამენტის წევრებისა ხელახლა ვეღარ დასვავს საკითხს, ხო? რაც შეეხება მოკლედ რომ გავიაროთ მთელი ეს პროცესი, სხვათა შორის ინიციატორებს იმედია მომავალში, ასე ვთქვათ, მაინც ექნებათ თავიანთი პოზიცია და საჯაროდ გამოხატავენ, ორ მნიშვნელოვან საკითხზე მოუწევთ ზრუნვა ამ პროცესში, რომ წარმოვიდგინოთ კონსტიტუციის მიხედვით თუ კი წარიმართება. პირველი ჩვენი კონსტიტუცია განასხვავებს ორ ასე ვთქვათ ეტაპს საკითხის დაწყებისთვის. ეგრეთ წოდებული აღძურა არ აღძურის საკითხის გადაწყვეტა, რომელსაც სწორი აღინიშნა აქ რომ სჭირდება 60 დეპუტატის მხარდაჭერა, ხოლო შემდგომ უკვე აღძრული პროცესის გაგრძელებას, ანუ უშუალოდ იმპიჩმენტი და აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ კენჭისყრაზე უკვე იმ საკითხს კი არ ეყრება კენჭი ენდობა თუ არა ესა თუ ის ჯგუფი პარლამენტარებისა მთავრობას. არა, ისინი ასახელებენ პრემიერის ან პრემიერობის კანდიდატებს და იმას უყრიან, იმ კანდიდატებს უყრიან კენჭს. თუ კი ეს კანდიდატები მოიპოვენ უმრავლესობას, ეს ავტომატურად ითვლება უნდობლობად მთავრობა, მოქმედი მთავრობა. კი ბატონო, ანუ მაშინ, როდესაც უნდობლობის პროცედურას დაიწყებენ, მაშინ უნდა იფიქრონ იმაზე, ვინ არის ალტერნატივა, იმიტომ რომ გაგრძელება მხოლოდ მნიშვნელოვანი კიდევ ერთი რამ არის ჩვენი კონსტიტუციური სპეციფიკა, ალბათ სირთულეო, ძალიან სირთულეო უბრალოდ ეს მოიაზრეს ჟურნალისტებმა. ამ პროცესის შემდგომ, ანუ პერსონალია დასახელებულია კენჭი ეყარა, თუ კი მხარდაჭერას მოიპოვებს პრემიერობის კანდიდატი, ერთი უნდა შეერჩეს ყველა შემთხვევაში, თუმცა ნომინირებული შეიძლება მეტიც იყოს. წარდგენილი
კი, ასე ვთქვათ, უნდა იყოს მისაღები პრეზიდენტისთვის. კი ბატონო, მაგრამ პრეზიდენტს რჩება დისკრეცია უარი თქვას წამოყენებული მხარდაჭერილი კანდიდატის წამოყენებაზე. ამ შემთხვევაში ისე უკან ბრუნდება პროცესი პარლამენტში და 3/5-იანი უმრავლესობა უნდა იგივე კანდიდატს ეყრება, ანუ კენჭი, თუ კი პრეზიდენტმა უარი განაცხადა და თუ კი ასე ვთქვათ 3/5-ის მხარდაჭერა მოიპოვებს კვლავ პარლამენტში ეს კანდიდატი, პრეზიდენტი უკვე ვალდებული ხდება ეს კანდიდატი წარადგინოს 3/5-იანი საუბარი 90 დეპუტატი. აქ უკვე შემდგომი ეტაპი იწყება, რასაც მთავრობის ფორმირება ქვია. ანუ ეგრეთ წოდებული ჩვეულებრივი მთავრობის ფორმირების ეტაპი, როდესაც გუნდი უნდა შეარჩიოს და აი აქ კი, თუ კი გუნდი ვერ შეირჩა ისე რომ მხარე დაუჭიროს პარლამენტმა, შეიძლება დადგეს პარლამენტის სახლში გაშვების. კი ბატონო, და ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში, ანუ მთავრობა თუ ვერ შედგა სამი მცდელობა. ეს სარისკოცა ერთი შეხედვით ინიციატორისთვის სარისკო პროცესიცაა, რადგან კვლავ ვიმეორებ დაწყებიდან, ანუ ინიცირებიდან, ანუ ჩავარდნის შემდგომ, 6 თვის შემდგომ იგივე შემადგენლობა ხელახლა ვეღარ დასვას. ანუ ეს გარკვეულწილად პოლიტიკურ კონტექსტში რო წარმოვიდგინოთ, აძლიერებს მთავრობას, როგორც მინიმუმ 6 თვის განმავლობაში იგივე რაოდენობა პარლამენტის წევრებისა ხელახლა. როც იყო საფუძველი, იმ შემთხვევაში თუ ჩავარდა. კი, რა თქმა უნდა. იმ შემთხვევაში თუ ჩავარდა. კი ბატონო, ქალბატონო თამარ, რამდენად ლეგიტიმურად მიიჩნევთ მთავრობის გადადგომის მოთხოვნას? რამდენად როგორ ფიქრობთ თქვენი გადმოსახედიდან, რამდენად ეხმიანება ეს არსებულ პრობლემებს? მე ვფიქრობ, სრულიად ადეკვატურია და ზოგადად ალბათ რომ იყოს უფრო ადეკვატური საზოგადოება საერთოდ საქართველოში, შეიძლება უფრო ადრეც მომხდარიყო ამის დასმა, მაგრამ ну დღევანდელ პირობებში ამაზე ადრე ალბათ არ იყო ჯერ უფრო შედარებით მომწიფებული სიტუაცია, ახლა ალბათ ეს უფრო შესაძლებელია. რა თქმა უნდა, მართლაც არ არის არავითარი გარანტია იმის, რომ ამ ეტაპზე ეს წარმატებით დასრულდება, მაგრამ ცხადია, რომ იმ ძალას, რომელიც ფლობს დღეს, ბერკეტებს, რომ ეს პროცესი წამოიწყოს, უნდა წამოეწყო ასეთი პოლიტიკური პროცესი. იმიტომ რომ ისეთი არასწორი და ქვეყნისათვის დამანგრეველი პოლიტიკა, რომელიც ყველა სფეროში საქართველოში მიმდინარეობს, სრულიად მიუღებელია და ცხადია ამაზე საჭიროა პასუხისგაცემა. დიდი მადლობა, ბატონ გიორგი, როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალისტურად გამოიყურება მთავრობის გადაყენების პერსპექტივა არსებული ვითარების, ვთქვათ იგივე, აი ამ რიცხვების გათვალისწინებით, რომელიც შესავალში ვახსენე, ეკონომიკური მონაცემები გამოაქვეყნა სტატისტიკამ გასული წლის და არც თუ სახარბიელო სურათი, რაც ფაქტია, რომ მოსახლეობის ჯიბის სარკია, ხო? მოგესალმებით, ქალბატონო თამარ, მივესალმებით ტელემაყურებელს, დამძრეს საზოგადოებას. დავიწყებ იქიდან, რომ ბუნებრივია საზოგადოებას აქვს მიზეზი, რომ მოითხოვოს ხელისუფლების გადაყენება, მთავრობის გადაყენება, მაგრამ რამდენად რეალისტურია ეს პროცესი დამოკიდებულია ამ შემთხვევაში რიცხვებზე. ხო, უკვე ბრძანეს აქ, რომ 60 დეპუტატია საჭირო იმისთვის, რომ პროცედურა დაიწყოს, 75 დეპუტატია საჭირო იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიიღონ, ახალი პრემიერი წარადგინონ და თუ იმ შემთხვევაში თუ პრემიერი ვეტოს დაადებს, 90 დეპუტატია იმისათვის საჭირო, რომ ეს ვეტო გადალახონ. მოდი იმის ჩათვლით, რომ ირაკლი ალასანიამ დღეს განაცხადა, რომ თავისუფალი დემოკრატები ამ პროცესის პირდაპირ მხარს არ დაუჭერენ, მოდი ასე ვთქვათ, ამ ეტაპისთვის 60 დეპუტატიც კი არ არსებობს იმისათვის, რომ ეს პროცედურა დაიწყოს. ხო, თუმცა შესაბამისად რეალისტური დღეს და ხვალ ეს არ იქნება. თუ კი პოლიტიკური ძალები გადაწყვეტენ, ანუ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაშინ 40 დღეს თუ არ ვწდები ნაციონალურ მოძრაობას ყავს 59 დეპუტატი. 50. მე როგორც ერთი გარდაიცვალა. 51 ყავდა და ბატონ ნაურ ჯანაშია უსამძიმრებ მის ოჯახს მარტვილის მაჟორიტარი გარდაიცვალა გასულ კვირაში. უერთდები თქვენ სამძიმარს და 50-დან 60-მდე 10 დეპუტატია. ეს 10 დეპუტატი, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი დეპუტატების მხრიდან შეივსება სხვა რომელიმე პოლიტიკური პარტია თუ ფრაქცია გადაწყვეტს პოზიციის შეცვლას, ეს უბრალოდ დროის გამოთქვა მხარდაჭერა, გავითვალისწინოთ ისიც, რომ 12 დეპუტატი არის ყოფილი ნაციონალური მოძრაობიდან, რომელიც ბიძინას ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გადავიდა ოცნების, არა, უბრალოდ ალასანიას
ხელისუფლებიდან წამოსვლის შემდეგ ქართული ოცნება კოალიციიდან დატოვების შემდეგ გადავიდა ქართულ ოცნებაში. როგორც არ უნდა იყოს საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე რომ დღეს ეს არარეალისტურად ჩანს. თუმცა ზოგადად ეს ყველაფერი დინამიური პროცესია, ხვალ და ზეგ რა მოხდება, ჩვენ არ ვიცით. ჩემი აზრით 60 დეპუტატამდე მიღწევა უფრო რეალობასთან ახლოს დგას, თუმცა შემდეგ როგორ მოხდება 75 დეპუტატის მობილიზება, ეს ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია ამ ეტაპზე. მაგრამ მე გეტყვით მეტს პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩემი აზრით აქ თავარი არ არის შედეგი, თავარი აქ არის პროცესი. და თვითონ ნაციონალური მოძრაობისთვის ის რომ ფაქტი ხელისუფლების არჩევიდან 2 წელიწადნახევრის შემდეგ ნაციონალური მოძრაობა საუბრობს ხელისუფლების გადაყენებაზე, მთავრობის გადაყენებაზე და როდესაც ეს პროცესი დაიწყება, როგორც სპეციალისტებმა აღნიშნეს, ეს არ არის ხანმოკლე პროცესი. ლაპარაკია 15, 20, 25 დღიან პერიოდებზე ამ პროცედურათა შორის. აი ამ ხნის განმავლობაში ეს ყველაფერი იტრიალებს მასმედიით, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი ქვეყანაში და შესაბამისად ამ კონტექსტში მე დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიცია უფრო მოიგებს წმინდა საინფორმაციო თვალსაზრისით ვიდრე ხელისუფლება. ანუ შესაძლებელია რომ ნაციონალური მოძრაობის გათვლა აქ არის, რომ ეს პროცესი დაიწყოს, რა შესაძლებლობებიც იქნება იმ შესაძლებლობებით და შემდეგ გადაიტანოს ეს უფრო პოლიტიკურ საინფორმაციო ჭრილში, რათა მიიღოს მეტი პოლიტიკური დივიდენდი და ამას აქვს ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლა, ასე ვთქვათ, საზოგადოებაზეც და ამ მომრჩეველზეც. იქიდან გამომდინარე, რომ საბოლოო ჯამში რამდენი ვინ დაიჯერებს, რამდენად წარმატებული იქნება ეს და ვინ არა, საბოლოო ჯამში ამას მნიშვნელობა არ აქვს. საბოლოო ჯამში ის არის, რომ ყოველ დღე საზოგადოება მოისმენს, რომ ხელისუფლებას ემუქრება გადაყენება და ემუქრება ამიტომ და ამიტომ. ანუ გასაგებია. ბატონ თორნიკე ირაკლი ალასანიამ დღეს თქვა, რომ ისინი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ შეუერთდებიან ნაციონალური მოძრაობის წამოწყებას, მაგრამ მეორე მხრივ თვითონ და ისინი კი ეთანხმებიან იმ მოთხოვნას, რომ მთავრობა უნდა გადადგეს, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს თავად მთავრობამ, მთავრობისგან უნდა მოდიოდეს ეს ყველაფერი. ნუ ხა მთავრობისგან რანაირად წამოვა ეს ყველაფერი ბატონო? გაუგებარია, უბრალოდ თვითონ მაშინ უნდა შემოგთავაზოს რაღაც ინიციატივა, ხო? როგორ ფიქრობთ, ამ რა მდგომარეობაში აყენებს ეს? ანუ ირაკლი ალასანია დღეს რა მდგომარეობაშია მას შემდეგ, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ ეს ამ პროცესის წამოწყების შესახებ დაანონსა. ნუ არ ვიცი, ამდენი განეხილავდნენ თვითონ თავისუფალი დემოკრატები, ესე ვთქვათ, ამ ინიციატივას თვითონ დაყენებას, მაგრამ ფაქტია, რომ მათ დაასწრეს, რაც ხშირად ხდება ხოლმე, მათთვის სამწუხაროდ ხშირად ხდება, სხვები ასწრებენ ხოლმე რაღაცებს, ამათ ჩვენ მივეჩვიეთ. ალასანიას ახლა აქვს არჩევანი, ერთი მიემხროს ნაციონალურ მოძრაობას და ამით დაკარგოს პრინციპში თავისი მთავარი ამორჩევლების ხმები, მისი მთავარი ამორჩევლები ალბათ არიან იმედგაცრუებული თბილისელი ოცნების ამორჩევლები, რომელთაც გაუცრუათ იმედები ოცნებაში. ან ესე ვთქვათ, მიემხრონ მოძრაობას, შეიძლება არა გამორიცხული საერთოდ იფიქრონ ერთიან კოალიციაზე, რაც პრინციპში მათ ახლა რაღაც გარკვეული აზრით აწყობთ, რადგან მოძრაობას გააჩნია ძალიან ძლიერი პარტიული ინფრასტრუქტურა, რომელიც არ გააჩნია არანაირად ალასანიას პარტიას, მოძრაობას გააჩნია ძლიერი საინფორმაციო მხარაჭერა, რაც არ გააჩნია ალასანიას არანაირად და ასე შემდეგ, მაგრამ მე მგონი ამ ეტაპზე ისინი ფიქრობენ, რომ მსგავსი ჩქარი ნაბიჯების გადადგმა ნაადრევია, ისე და ისე გამიორდება მათ სიფრთხილე ახასიათებთ. და ურთილებიან ამ ეტაპზე მე მგონი თავიანთი, ესე ვთქვათ, ძირეული ამორჩევლის იმედგაცრუებული ურბანული განხილული ქართული ოცნების მხარდამჭერების ზუსტად კი. ესე არის შიშობ, ეხლა რა თქმა უნდა ეს ჩემი გასარჩევი არის მათი პრობლემა, მაგრამ შიშობ აქაც არ დაუშვან ის შეცდომა, რომ კლავაც ესე ვთქვათ, პასიურობა გამოიჩინო, რადგანაც მათიც გაუკეთებია რა ერთხელ როგორც ჩვენ ვიცით. ჯერჯერობით რაც ოპოზიციაში წავიდნენ, რადგან ჩვენ ესე ვთქვათ პროგრამა, რაღაცა გეგმა ვერ მოისმინეთ, ესეც მე მგონი საკმაოდ სერიოზული პრობლემაა მათთვის და მე მგონი რაღაცა თავის უნდა დადონ, ამას უბაში დრო მოვიდა, რომ თავისი რაღაც დადონ გააკეთონ. ჯერჯერობით ეს მათ არ გაუკეთებია. თუმცა ბუკა პეტრიაშვილი ამბობდა, რომ მე ჩვენს გავავსებთ მოედნებსო და ნახოთ, თუ ისინი მოედნებს გავავსებენ, მათთვის მართლა მიღწევა იქნება, იმიტომ რომ ამბობდა ესეთ რამეს სად ამბობდა? კი, ახლა ხომ თქვა, რომ ჩვენს გავავსებთ, თუში თუ დღეს იყო, ჩვენს გავავსებთ მოედნებს, ეს იყო მათი მთავარი შესწორება, როგორც ცნობილია, რომ ხალხთან და მაინც მასებთან ვერ მუშაობდნენ.
თუ ამას მოახერხებენ, რა ვიცი, მაშინ ჩათვალოთ, რომ მართლაც მოხდა სერიოზული გარღვევა ქართულ პოლიტიკაში. კი ბატონო. ლევან თარხნიშვილი არის მზად იმისთვის, რომ ჩამორთოს ძალიან კარგი იქნებოდა რასაკვირველია, რომ ქონოდა შესაძლებლობა თავისუფალი დემოკრატებისთვისაც დამესვა იგივე კითხვა, მაგრამ სამწუხაროდ დღეს არ შეძლეს მათ თეორემაში მოსვლა, იმედია მომავალში შეძლებენ და გავივლი მათთან ერთად აი ამ კითხვებს მათ დაუსვამ, რასაპირებენ ზოგადად. ბატონ ლევან მოგესალმებით. გესმით ჩემი ხმა? კი. კარგად. ბატონ ლევან 2012 წელს ნაციონალურ მოძრაობამ ვერ მიიღო ამ მომრჩევლისგან იმის მანდატი, რომ მთავრობა დააკომპლექტოს. იმ შემთხვევაში თუ თქვენი ინიციატივა მართლაც მოაგროვეთ შეძელით 60 ხმის მოგროვება და მთავრობის წინააღმდეგ მთავრობის უნდობლობის პროცესის გამოცხადების პროცესის დაწყება მე თქვენ უკვე უნდა დაასახელოთ ის ადამიანი, ვინც თქვათ უხემძღვანელებს მთავრობას, ანუ უნდა წარადგინოთ ალტერნატივა. იმის გამო რომ ქართულ ამომრჩეველს თქვენთვის არ მოუწია მანდატი, როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი იქნება თქვენი მხრიდან თქვათ მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობა? მოგესალმებით, ხალხო თამარ, მოგესალმებით თქვენ სტუმრებს, მოგესალმებით მაყურებლებს. აბსოლუტურად სწორია, ქართულ ამომრჩეველს ნაციონალური მოძრაობისთვის ამ ეტაპზე არ მიუწია მანდატი იმისთვის, რომ იყოს მთავრობაში, ჩვენ ვართ ოპოზიციაში და ასეთად დავრჩებით ამ კონკრეტული ვადის ბოლომდე ის რომ ჩვენ დავაყენეთ მთავრობის გადადგომის მოთხოვნა მოიტანა დრომ და მოიტანა იმ მდგომარეობამ რომელშიც დღეს აღმოჩნდა საქართველო, რომელშიც დღეს აღმოჩნდა საქართველოს მოსახლეობა. დღეს ყველა მე მგონი ვაღიარებთ გარდა მთავრობისა და ისინიც ალბათ გულის სიღრმეში თავის თავთან მარტო რჩებიან, აღიარებენ რომ ეს ესეა. ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანა არის ღრმა კრიზისში. ეს არის ეკონომიკური კრიზისი, ეს არის პოლიტიკური კრიზისი და ეს არის ინსტიტუციონალური კრიზისი. შესაბამისად, საჭიროა გეგმა, რომელიც ამ კრიზისიდან გამოგვიყვანს. ფაქტია, რომ ასეთი გეგმა დღევანდელ მთავრობას არ აქვს და არათუ არ აქვს, არამედ მათ იმის დაშვებაც კი არ უნდათ, რომ ეს გეგმა უნდა არსებობდეს. ჩვენ ყველას გვახსოვს ბატონი ფინანსთა მინისტრის სიტყვები, რომ დღეს ქვეყანაში კრიზისი არაა და შესაბამისად კრიზისიდან გამოსვლელი გეგმა არ გვჭირდება. გარდა ამისა, მათ არავითარი სურვილი არ აქვს მოусმინოს იმ ადამიანებს, რომელსაც ეს გეგმა აქვთ და მზად არიან დაეხმარონ. ჩვენ ასევე გვახსოვს, რომ ჩვენს მიერ რამოდენიმეჯერ წამოწყებულ ინიციატივას იმაზე, რომ შემდგარიყო რიგ გარეშე სხდომა მთავრობა და უმრავლესობა არ გამოეხმაურა, ასევე არ გამოეხმაურა და პირიქით ჩააგდო ჩვენი მოთხოვნა ეკონომიკურ დებატებზე და ასე შემდეგ. ანუ მათ არ აქვთ მართვის უნარი, არ აქვთ სურვილი იმისა, რომ რამე შეცვალონ და არ აქვთ ამის შესაძლებლობა. ამას თუ დავამატებთ იმას, რომ დღეს ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელსაც არავითარი ასე ვთქვათ იურიდიული და ინსტიტუციონალური საფუძველი ამისი არ გაახსენია, ლაპარაკობ ბიზინა ივანიშვილზე, ჩვენ აქ მივიღებთ კიდე ინსტიტუციონალურ კრიზისსაც. შესაბამისად, ფაქტია, რომ რაღაცა უნდა მოვიმოქმედოთ და რაღაცა უნდა მოვიმოქმედოთ სწრაფად და საჭიროა, რომ სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ ეს მთავრობა წავიდეს და მოვიდეს ახალი დროებითი მთავრობა. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ახალ დროებით მთავრობაზე, მე მინდა ხაზი გაუსვა, არ არის საუბარი იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდება ხელისუფლებაში. არა, ეს ჩვენ წარმოგვიდგენია მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით, მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა მისცემს მას იმ მანდატს, რომ ან ცალკე, ან ვიღაცასთან კოალიციაში მოვიდეს ისევ ხელისუფლებაში. დღეს ეს მანდატი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანა მოვიყვანოთ ხელისუფლებაში და მთავრობაში ის ხალხი, რომელიც შეძლებს ქვეყნის გამოყვანას კრიზისიდან. კი ბატონო, დღეს ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომელსაც 8 დეპუტატი ყავს პარლამენტში, რომ ის ამ შემთხვევაში თქვენ მხარს არ დაგიჭერთ. გამორიცხავთ, რომ ირაკლი ალასანიას მაგალითად ან მისი პარტიის რომელიმე წევრს შესთავაზოთ ახალი მთავრობის ფორმირება? ჯერ მოდით ესე ვთქვათ, იმის სანაცვლოდ რომ მხარი დაუჭიროს მთავრობის გაშვების. ირაკლი ალასანიას განცხადება ვიცი და ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე,
რომ რბილად რო თქვა ეს განცხადება მთლიანად არ შეესაბამება იმ განცხადებებს, რომელსაც ისინი ლაპარაკობდნენ რამოდენიმე ხნის წინათ, როდესაც საუბრობდნენ იმას, რომ მთავრობა უნდა გადადგეს, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში იმ ნაწილში მაინც ჩვენ ერთიანები ვართ, რომ მთავრობა არ ვარგა და მთავრობა უნდა წავიდეს. შესაბამისად უკვე არსებობს რაღაც მოედანი, რომელზედაც შესაძლებელია მოლაპარაკებები. და ჩვენ ვაპირებთ ამ მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს მომავალში, როგორც ალასანიასთან, ისე სხვა დამოუკიდებელ დეპუტატებთან და ყველა იმ დეპუტატებთან, რომელიც იზიარებს იმას, რომ ქვეყანაში ასე ცხოვრება არ შეიძლება. რაც შეეხება იმას, თუ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ მთავრობა, თქვენ იცით, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ წარმოადგინა თავის პროგრამა, ეს არის 36 ნაბიჯი, რომლის ძირითადი ნაწილი ეხება ეკონომიკას და ძირითადი ნაწილი ეხება იმას, თუ რა არის საჭირო გააკეთო, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. ეს უცებ რო გავიხსენოთ, ეს გაზასახადების დაწევა, ეკონომიკის დერეგულარიზაცია, ხელოვნური რეგულაციების გაუქმება, რომელიც შემოიღო ქართულმა ოცნებამ და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩვენ მხარს დაუჭერთ იმ მთავრობას, რომელიც ამ პროგრამის ძირითად ნაწილებს გაიზიარებს და განახორციელებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის დროებითი მთავრობა, ეს ერთი, რაც მნიშვნელოვანია და მეორე ჩვენ არ ვაპირებთ ამ მთავრობაში შესვლას გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ეს მანდატი არ გაგვაჩნია. შესაბამისად, ეს იქნება რაღაც ტექნოკრატიული მთავრობა ან სხვა ტიპის მთავრობა, ეს უკვე მეორე ეტაპის საქმეა. აქ მთავარია, რომ ამ მთავრობამ დაიწყოს სწრაფად ერთი მხრივ იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც გამოიყოს ქვეყანას ეკონომიკიდან და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, ვიღაცებს შეიძლება კონდეს თავის გეგმა, დღეს თავისუფლებმა დემოკრატებმა ახსენეს, რომ ისინი მალე წარმოადგენენ ამ გეგმას, იმედია რომ წარმოადგენენ და შესაბამისად იქიდანაც შეგვეძლება რაღაცები გავიზიაროთ და მეორე მიმართულება ეს არის ქვეყნის მომზადება არჩევნებისთვის, ასევე ყველა თანხმდებით იმას, რომ ის არჩევნო გარემო, რომელიც დღეს არსებობს და ის არჩევნო კანონმდებლობა, რომელიც დღეს არსებობს, არის მოძველებული და უორგიზე, შესაბამისად საჭიროა მისი შეცვლა. და ამის შემდეგ შესაძლებელია ჩავატაროთ ახალი არჩევნები, როდესაც საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტავს იმას, თუ ვის მისცემს ქვეყნის მართვის მანდატს. ეს არ არის რაღაც უნიკალური და გენიალური გეგმა, ეს არის ის, თუ როგორ გამოდიოდნენ კრიზისიდან ევროპული ქვეყნები, თუნდაც ძალიან შორს რო არ წავიდნენ, იტალია, საბერძნეთი, ბულგარეთი და ასე შემდეგ. კი ბატონო, და ბოლოს შეკითხვა, თქვენ საუბრობდით წნეხის გაზრდაზე საზოგადოების მხრიდან დეპუტატების მიმართულებით. რას გულისხმობთ კონკრეტულად, ანუ პირადად თქვენ კი არა, ზოგადად პარტია, როდესაც განცხადებებს აკეთებდა, დეპუტატებზე გაიზრდება წნეხი. რას ნიშნავს დეპუტატებზე წნეხის გაზრდა საზოგადოების მხრიდან? მე ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს ეხება არა მხოლოდ დეპუტატებს, არამედ დღეს არსებულ მთავრობას და დღეს არსებულ ადგილობრივ მთავრობას. ანუ ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, ეს გეგმა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ მიტინგზე, მოიცავს სამ მიმართულებას, ერთზე უკვე ვისაუბრე, ეს საპარლამენტო მიმართულება, მეორე ეს არის იმ კონსტიტუციური ბერკეტების და იმ პროტესტის ბერკეტების გამოყენება, რომელიც არსებობს ყველა ცივილურ სამყაროში, ეს არის ქუჩის აქციები, ეს არის პროტესტები და ჩვენ ასევე ვაპირებთ საპროტესტო კომიტეტების ჩამოყალიბებას ადგილ და აგრეთვე ანტიკორუფციული, თუ შეიძლება ასე ვთქვას, ჯგუფებისა და კომიტეტების ჩამოყალიბებას ადგილზე. დღეს ჩვენ უკვე დავაანონსეთ, რომ უახლოეს დღეებში ასეთი ტიპის აქტივობები განხორციელდება ორ რაიონში, ესაა გურჯაანისა და სენაკის რაიონში, სადაც ჩვენ გვაქვს კონკრეტული ფაქტები ადგილობრივ დონეზე კორუფციისა და გარდა ამისა ეს განხორციელდება თბილისში, გდანის რაიონში. ეს იქნება კონკრეტული აქციები, დიდი და პატარა აქციები, გარდა ამისა ჩვენ ასევე ვაპირებთ ცენტრალურ დონეზე იგივე ტიპის აქციების განხორციელებას მთავრობაზე წენხისასთვის და პარალელურად რაღაც თქმა უნდა ჩვენ ვიმუშავებთ პარლამენტარებთან და საზოგადოება კიდევ ერთხელ დააფიქსირებს იმ მოთხოვნებს, რომელიც მან დააფიქსირა 21 მარტს, ანუ ის რომ დღევანდელი მთავრობა უნდა გადადგეს და შესაბამისად ეს აქ ბევრს საუბრობდა რომ შეუმოწდებიან თუ არა თავისუფალი დემოკრატები ჩვენ ინიციატივას თუ არ შემოუერთდებიან. ეს არ არის ჩვენი ინიციატივა, ჩვენ გავაჟღერეთ ესა. ეს არის დღევანდელი მდგომარეობის აღწერა და დღევანდელი მდგომარეობიდან გამოსავალი. მურმან დუმბაძე
გეთანხმებათ, რომ ეს თქვენი ინიციატივა არ არის, ამბობს, რომ ეს მისი ინიციატივაა და თქვენ უერთდებით მას. კი ბატონო, თუ ამითი საქმე გაკეთდება, ჩვენ მზათავარ თქვა, რომ ჩვენ უერთდებით მურვან დუბალს, ისევე როგორც ჩვენ ვაჩვენეთ ეს, როდესაც საუბარი იყო სახტრის პრობლემაზე, როდესაც ჩვენ შეუერთდით იმ ინიციატივას, რომელიც ამოვაყენა თავმჯდომარე ნინა გოგუაძემ. და არ შემიძლია ბოლო კიდევ ერთი კითხვა არ დავსვა, აქ ნახსენები იყო 6 თვიანი ვადა, რა პერიოდშიც თქვენ თუ ახლა ჩაგივარდათ ეს პროცესი, არ გექნებათ შესაძლებლობა, რომ მთავრობის უნდობლობის საკითხი ხელახლა დააყენოთ დღის წესრიგში. როგორ ფიქრობთ, ხომ არ რისკავთ, ცოტა ადრე ხომ არ არის ასეთი? ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის პოლიტიკური თამაში, ჩვენ ამ ნაბიჯზე ეს ნაბიჯი გადავდგით არა იმიტომ არა კარგი ცხოვრებისგან თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩვენ უბრალოდ დავინახეთ ის, რომ ამ მთავრობამ ამოწურა თავის შესაძლებლობები და მეორე დავინახეთ ის, რომ ეს მთავრობა თავისინებით არსად არ წავა და თავისინებით არაფერს არ შესწვრის. სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ ჩვენ საჭიროდ რომ დაგვეწყო ეს პროცესი და ამითი გადაგვეტანა ხალხის თუ შეიძლება ასე ვთქვას მოთხოვნა მიგვეტანა პარლამენტამდე შესაბამისად რა თქმა უნდა სანამ არ ვიქნებით დარწმუნებული რომ ეს პროცესი ბოლომდე მივა ფორმალურად მის დაწყებას არ ვაპირებთ თუმცა აქ ლაპარაკია ფორმალურ და ასე ვთქვათ ინიციატივის შეტანაზე თუმცა როგორც ვთქვით ჩვენ უკვე დავიწყეთ ხელსაყრელების შეგროვებები ხელმოწერების შეგროვებები და აგრეთვე დავიწყეთ კონსულტაციები მთავრობაში პარლამენტში აცრებულ სხვადასხვა ფრაქციებთან და დეპუტატებთან. დიდი მადლობა ბატონ ლევან იმისთვის რომ თეორემას სტუმარი ბრძანდებოდით. მე გავაგრძელებ დისკუსიას სტუდიის სტუმრებთან. ბატონ ლევან მოისმინეთ გეგმების შესახებ. როგორ ფიქრობთ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ნაციონალური მოძრაობის გეგმებზე, რამდენად შეძლებენ, აი რასაც ახლა სერგო და ბატონი ლევანი ამბობდნენ, ამ პროცესის ბოლომდე მიყვანას. ისინი ამბობენ, რომ ისინი მანამდე არ დაიწყებენ ფორმალურად ამ პროცედურას, სანამ გარკვეული გარანტიები არ ექნებათ და არ აპირებენ იმ მთავრობაში შესვლას, რომელსაც უნდობლობის პროცედურის წარმატებით დასრულების შემთხვევაში დაკომპლექტებენ. კი ბატონო, ცოტა უცნაური იყო არ აპირებენ მთავრობაში შესვლას, თუმცა მხარს დაუჭერენ, თუ კი წარმატებულ პროცესზე სრულად წარმოვიდგენთ, ახლა ერთია რომ არ შეხვიდე მთავრობაში უშუალოდ როგორც მინისტრი, მეორე ეს მთავრობა შენი მხარდაჭერის გარეშე პარლამენტში ბუნებრივია ასე ვთქვათ ვერ შევა ხო კაბინეტში როგორც კი ცხადია თუმცა როგორც პოლიტიკური ძალა გვერდზე გავდგებით და მიცემ არა პასუხისმგებლობას მთავრობას ოდესზე დაუჭერთ ხელს ბუნებრივია მთავრობასთან ერთად ყარ ასე ვთქვათ ამ ნაწილში ამიტომ ცოტა შეიძლება მე დამრჩა რაიმე ესეთი დამატებითი კითხვები რომელიც პასუხი ვერ მივიღე ამ ნაწილში შემდგომ ამისა რაც პროგრამა მინიმუმი ეგრეთ წოდებული რომ ავიღოთ დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს 60 კაცი ანუ აღძვრის საკითხზე კენჭის ხრაზე წარმატების მოპოვება ეს არ ვფიქრობ რომ რთულია უფრო რთული შემდგომი პროცესები იქნება და ქართული პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით სწორედ ის რაც თქვენს დასვით ასე ვთქვათ კითხოთ ვინ იქნება ის ვისაც უნდა უყაროს კენჭი და ვინც ჩამოაყალიბებს მთავრობას ის გარკვეულწილად შეიძლება ასე ვთქვათ აღმოჩნდეს დიდი განმაპირობებელი სწორედ იმის რომ ეს პროცესი წარმატებული ვერ აღმოჩნდეს მიუხედავად ამისა მე ვფიქრობ რომ რა არა და ახლა ნაციონალურ მოძრაობას აქვს გამოცდილება და შესაბამისად გარკვეულწილად შეიძლება თუ გავითვალისწინებთ იმას რომ პრაქტიკულად ერთი წელი შეიძლება ცოტა ასე ვთქვათ ცდომილება იყოს აქ რჩება იმისთვის რომ დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები მორიგზე მაქვს საუბარი ხო შესაბამისად ხნებით უნებლიე უკვე შეიძლება დაუკავშირდეს ეს წინასაარჩევნო სამზადის მოდი ესე ვთქვათ მით უმეტეს ოფიციალური კამპანიის დროს არის ზღუდეები მაგრამ როდესაც ასე ვთქვათ არ არის გამოცხადებული ჯერ არ არის დანიშნული არჩევნები შესაბამისად თავისუფლება უფრო მეტია ასე ვთქვათ კამპანიის წარმოებისა პოლიტიკურ კამპანიაზე აქ საუბარი და მით უმეტეს ესეთი მოხერხებული თემა რომელიც ახლა იყო მხედველობაში მაქვს ლარის კურსთან დაკავშირებული პრობლემები, საბიუჯეტო პრობლემები, სხვა თანმდევი, ასე ვთქვათ, არაჯანსაღი პროცესები, რომელიც საზოგადოებაში იყო და შესაბამისად სწორედ ეს იყო ის მომენტი, როცა ჩათვალა ნაციონალურმა მოძრაობამ, ასე ვთქვათ, გადაეთარგმნა მისთვის მისაღებ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ლოზუნგად, ან მოთხოვნად, რომელიც მოდი ასე ვთქვათ, მინიმუმ 1 წლის განმავლობაში და წინასაარჩევნო ძალიან მოხერხებული იქნება და დაიწყებს კიდეც ასე ვთქვათ, პროცედურებს, ხო, სხვები თუ კი რიტორიკის დონეზე იქნებიან დარჩენილი
უშუალოდ წარმმართველი დაწყებული პროცესი მიუხედავად იმისა რა შედეგი იქნება ნაციონალურ მოძრაობას ანუ ერთგვარი სადავეები ჩაიგდო ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რა და ნამდვილად ასე ვთქვათ არ მაძლევს მათი ნაციონალურ მოძრაობის შემადგენლობა იმის თქმის საფუძველზე არიციან, ან ეს კონსტიტუციის რეგულაციები არიციან და შესაბამისად გათვლილი არ ექნებათ ის ასე ვთქვათ რისკები თუ ის ნაბიჯები რომელიც ასე ვთქვათ ესეთი მნიშვნელოვანი და სერიოზული პროცესის დაწყების წინ ყველა შემთხვევაში გონივრულ და პასუხისმგებლიან პოლიტიკოს უნდა კონდეს ასე ვთქვათ წინასწარ. კაპიტან თამარ ბატონელოვანი ამბობს რომ ნაციონალური მოძრაობა სწორ მომენტს ჩაეჭიდა. რამდენად იზიარებთ თქვენც დაეთანხმეთ რომ პრინციპში შეიძლება და ცოტა ადრეც დაყენება, მაგრამ ახლა სწორი ხო როგორ ფიქრობთ იმის გათვალისწინებით რაც დღეს ხდება, იგივე ვთქვათ ეკონომიკური მონაცემები რომ ავიღოთ, იგივე ივანიშვილის განწყობა რომ ავიღოთ იმასთან დაკავშირებით რომ მთავრობა არის ისეთი რომ ასეთ მთავრობაზე იოცნებებდნენ ევროპასა და ამერიკაშიც, კრიზისი არ არის, შესაბამისად გეგმაც არ არის საჭირო. როგორ ფიქრობთ ეს ამ მომენტის წონა მომავალში ვთქვათ გაიზრდება, დაიკლებს თუ როგორ უყურებთ ამ პერსპექტივას? საუბარია იმაზე, რომ დეპუტატებზე წნეხის უნდა გაიზარდოს. დეპუტატებზე წნეხი არ გაიზრდება, წნეხს მიზრდის საზოგადოებაზრდის, ხო? როდესაც ქუჩაში დგას ბევრი ხალხი, ამ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ, სად მიდის ახლა ეს ქვეყანა, რა ნაბიჯები და რა პერსპექტივას ხედავთ ამ შემთხვევაში იმისა, რომ თქვათ შეიქმნას მართლა ისეთი ფონი, როდესაც დეპუტატები უკვე საკუთარი იმიჯის იქნება ეს თუ ადგილის გადასარჩენად პარლამენტში მხარს დაუჭერენ მთავრობის გადადგომას. ასე იგი შეიქმნას ესეთი ფონი, როცა ეს შესაძლებელი გახდება. ნუ დღეს მართლაც აქ ითქვა კიდეც რომ საეჭვოა რომ ეს რეალურად აი არსებულ, უშუალოდ დღეს არსებულ ვითარებაში ეს განხორციელდეს ადვილად. ეს უფრო მე მგონი პოლიტიკური პროცესია ვიდრე დანამდვილებით და ძალიან დიდი გარანტია და დიდი შესაძლებლობა იყოს იმის რომ დღეს მოგროვდეს იმდენი ხმები რომ ინიციატივასთან ერთად ამ პროცესის ინიციირებასთან ერთად მოხდეს მისი განხორციელებაც ბოლომდე ანუ მთავრობის გადაყენება. ზუსტად დღეს არსებულ სიტუაციაში შესაძლოა ეს არ მოხდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პოლიტიკური პროცესის დაწყებას უკვე თავისთავად აქვს მნიშვნელობა, მე ვფიქრობ. მართალია ეს რისკი მასთან ახლავს, რომ შემდეგ 6 თვე არ ექნებათ, ვთქვათ, ამის იურიდიული შესაძლებლობა იგივე შემადგენლობას, მაგრამ მე მგონი ამ შემთხვევაში მაინც რისკი გამართლებულია გარკვეულწილად, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური პროცესია და მთლიანად როგორ წარიმართება შემდეგ ეს პროცესი და რამდენად რეალური გახდება, ეს უკვე ამ ფონზეა დამოკიდებული, რომელიც შეიქმნება როგორც საერთაშორისო თვალსაზრისით, ასევე თვითონ საქართველოში და რა გლობალური პროცესები წავა და რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება. გლობალურ პროცესებზე ზოგადად ძალიან დამოკიდებულია ჩვენი ხელისუფლების ასე რომ ვთქვა მდგომარეობა და ბედი და ზოგადად პროცესები, რომელიც საქართველოში წარიმართება. და მე მაინც ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ეს ხელისუფლება განწირულია იმისთვის, რომ წავიდეს. კი ბატონო, საგარეო ფაქტორები ახსენა ქალბატონმა თამარმა და თორნიკე მინდოდა შენთვის მეკითხა რა გავლენა შეიძლება კონდეს აი ამ საუბრის დაწყებას და ამ პროცესის დაწყებას მაშინ როდესაც ქვეყანაში ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა ითხოვს მთავრობის გადადგომას და ამასთან დაკავშირებით მართავს კონსულტაციებს სხვა საპარლამენტო ოპოზიციურ ძალებთან იქნება თუ მის მიღმა და ამავდროულად იწყებს საპროტესტო ამას რა გავლენა შეიძლება კონდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე და შედეგებზე ამ მიმართულებით ვიცით რომ თქვათ იგივე მოდის პირიქით საგარეო საშუალო გავლენა შეიძლება კონდეს არა პირიქით მაინტერესებს ამ შემთხვევაში ის რომ საქართველოში თქვათ დუხს პოლიტიკური პროცესი აი ეს ამ ტიპის დუღილი მიმდინარეობს ამან ხო არ შეიძლება თქვათ უარყოფითი გავლენა შეიძლება კონდეს თუ საერთოდ არ ექნება გავლენა აი ეს მინდა თქვა რა ბმა არსებობს არ ამგონი ისე თქვა ჩვენ პოზიციაზე იმოქმედოს ამან თუ წავა ყველაფერი რა თქმა უნდა მithumetes
დემოკრატიული გზით, კონსტიტუციური გზით თუ წავალ. პირიქით შეიძლება ისე თქვა, ისეც თქვა ჩვენთან დასავლელ მეგობრებმა, რომ საქართველოს კიდევ ერთი ტესტი ჩააბარა, დემოკრატიულად მშვიდობიანად გაიარა რაღაცა ეტაპი და სიტყვაზე თუ მოხდა ისე რომ აირჩია ახლა ტექნოკრატიული პროფესორი დაინიშნა ტექნოკრატიული მთავრობა, აირჩია ტექნოკრატიული მთავრობა, ესეც შეიძლება ჩავითვალოთ მიღწევად. ეს თორეს მინდოდა და მეკითხა რამდენად ნორმალურად აღიქმება ეს პროცესი. მე ვფიქრობ, ახლა ერთი მომენტია, ბუნებრივია, მე მგონი ნაცმოძრაობა ძალიან გაახდება, რომ თუ აქ მეიდანს მოაწყობენ, თუ ექნება ჯერ ამ რესურსი ეს სხვა ამბავია, მაგრამ თუ მოაწყობენ მეიდანს, ეს შეიძლება თუ დამთავრდეს, შეიძლება რუსეთმა არ დაუშვას გავსი რაღაცა თბილისში, რომლებიც რუსები აქვე ახლოს დგანან ჩვენ ვიცით და ამიტომაც ისინი ცდილობენ რომ ყველაფერი გააკეთონ გასწრებით ფრთხილად. რადგანაც არ დაუშვან გავსი რაღაცა დგან ძალიან დიდი რისკია. ბრალდებებისა რომ აწყობენ, მიუხედავად ბრალდებებისა რომ აწყობენ. მიუხედავად ბრალდების, მე მგონი ისინი ძალიან კითხდებიან რომ ეს დაკავშირებულია ძალიან სერიოზულ რისკთან, არა მხოლოდ მათთვის, მთელი ქვეყნისთვის მთლიანად, რა თქმა უნდა. და ერთიც მინდა დავუმატო, რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, ნაცმოძრაობას ფაქტია რომ ამ ეტაპზე აქვს უფუნება რომ ითამაშოს წაუგებელი თამაში ერთი მარტივ მიზეზის გამო. მთავრობა მუშაობს ცუდად. თუ კი მთავრობა მუშაობას არ გამოასწორებს, ყველა გზა, ესე ვთქვათ, ყველა ვარიანტი აწყობს საბოლოო ჯამში ნაცმოძრაობას ბუნებრივია. თუ ივანიშვილი და ესე ვთქვათ, არ შეიძლება ამ მთავრობა თუ არ გამოასწორებს მუშაობას, კიდევ უფრო დაგეკარგება რეიტინგი ქართული ოცნების, რაც აწყობს, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ოპოზიციას ნაციონალურ მოძრაობას. და თუ გადააყენებს მთავრობას, გადადგება მთავრობა, ბუნებრივია ჩაითვლება გამარჯვებაში ნაცმოძრაობას. ორი შემთხვევაში თუ არ გამოასწორებს მთავრობა მუშაობა, წაგებულია ბუნებრივია ქართული ოცნება. ეს არის საბოლოო ჯამში. კი ბატონო, და მთავრობის მუშაობის გამოსწორება ამ შემთხვევაში ბატონ გიორგი, რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ ის, რომ მთავრობა, რომელიც ამბობს, რომ არანაირი კრიზისი არ არსებობს, ის ასწორებს ამ შემთხვევაში, რას ასწორებს? დავიწყებ იქიდან, რომ მე დავეთანხმები ბატონ თორნიკეს, რომ პრინციპში ეს თუ შედგა როგორც პროცედურა, პროცედურული დემოკრატიის თვალსაზრისით მომგებიანი იქნება საქართველოსთვის და კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. აი გმინდოდა მეკითხა, ნაციონალური მოძრაობა ქართულ დემოკრატიას ამ პროცესის დაწყებით აზარალებს თუ ახეირებს თუ რა ხდება? არ აზარალებს ნამდვილად და შეიძლება ახეიროს კიდეც, მაგრამ ჩემი აზრით უკუ პროცესი უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება. არა ის თუ აი საქართველოში მიმდინარე პროცესი რამდენად იქონიებს გავლენას საქართველოს სიტყვაზე გნებავთ დასავლურ ან ევროატლანტიკურ მიმართულებაზე, არამედ ის გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენ ველოდებით უკვე მაისში რიგის სამიტიდან, ეს აუცილებლად იქონიებს გავლენას, ჩემი აზრით, თვითონ ამ პროცედურაზე, თუ კი ეს დაიწყება და ზოგადად შიგნით ქვეყანაში მოვლენებზე. და მე ამ გამთენისას ჩამოვედი ბრიუსელიდან, მქონდა საინტერესო შეხვედრები იგივე ბრიუსელში. ფრაქციების დონეზე ევროპარლამენტში და მინდა ვთქვა, რომ საქმე მთლად კარგად ვერ მიდის. შესაბამისად, იგივე ბევრი ურთიერთგავამრიცხავი განცხადება ვრცელდება იმაზე, თუ რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ რიგის სამიტზე იგივე საქართველოსთან მიმართებაში და თუ კი ეს გადაწყვეტილება არ იქნება ის, რასაც ელოდება ქართული საზოგადოება, ამით შანსი იმისა, რომ ეს ხელისუფლება გადააყენონ, ერთიორად გაიზრდება იქიდან გამომდინარეც, რომ ის ელემენტები ხელისუფლებაში, რომელიც მაგალითად უკვე აშკარად გამოდიან საქართველოს ევროატლანტიკური არჩევნის წინააღმდეგ, გულისხმობ ბატონ თოფაძეს დღეს იყო თუ არ ვწდები ზაზა პაპუაშვილის განცხადება, რომელიც ჩემი აზრით ამან შეიძლება გამძაფროს ეს ყველაფერი, ანუ რა გაგვიკეთა დასავლეთმა და იგივე კოალიციაში რაღაცა ტიპის განხეთქილება შეიტანოს, ამას არ გამორიცხავ. ეხლა დავიწყებ იქით, რომ რატო ამბობ, რომ საქმე კარგად არ არის და რას გულისხმობ? გულისხმობ შემდეგს, რომ რეალურად დღეს პროცესი, ანუ საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება როგორც ახლოვადიან, ასევე საშუალოვადიან პერსპექტივაში ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა. თუ როგორ ჩამოყალიბდება ევროკავშირის ახალი სამეზობლო პოლიტიკა და ეს საკმაოდ სწრაფად მოხდება. საუბარია 3-4 თვეზე, ეს არის დუღილის პროცესი, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, სხვათა შორის გნებავთ ევროკავშირის სახელმწიფოები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს ამ ყველაფრის გადახედვა. ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ კრემლი ლობირებს მაქსიმალურად იმას, რომ სამეზობლო პოლიტიკის გადახედვა მოხდეს რუსული ინტერესის გათვალისწინებით და რას გულისხმობს ეს რუსული ინტერესი იმას, რომ რეალურად საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირმა, ასე ვთქვათ, ტექნიკურად დაუხშოს ევროპული პერსპექტივა. ლაპარაკი იმაზე არ არის, რომ სავიზო ლიბერალიზაციაზე მხოლოდ ან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე. საუბარია იმაზე, რომ რუსეთი
ცდილობს რომ აი ამ ევროპული პერსპექტივის დახშობის სანაცვლოდ სიტყვაზე მიყიდოს ევროკავშირს იგივე რეგიონში მშვიდობა, უკრაინაში მშვიდობა და ცალმხრივად მოხსნას სანქციები კი არა და ემბარგო, რაც რეალურად ევროკავშირის საკვებ და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ადევს. ანუ ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები, როდესაც მართლა ძალიან დიდი საშიშროებაა და ფუფუნება დასავლეთში საკმაოდ მაღალია რიგი ქვეყნებისგან, რომ ამ მსგავსი ტიპის შეთავაზება იმოქმედოს მასზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც რუსეთი ყველა საშუალებით, მათ შორის ბატონი ჩიჟოვი ევროპარლამენტში დადის, ჩიჟოვი არის ასე ვთქვათ ელჩი. ხო, დღეს არის ის არის რუსეთის ელჩი ევროკავშირში და დღისით მზისით პირდაპირ ამბობს ამას. ეხლა რაც მე ვთქვი, სხვადასხვა ფორმით, რომ ეს ასეთი გარიგება შესაძლებელია. ანუ ამას ჩემდა სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლება ფაქტობრივად ანუ ასე ვთქვათ ევროპარლამენტშიც და გნებავთ ინსტიტუტებშიც ფაქტობრივად ვერაფერს ვერ უპირისპირებს ჩემდა სამწუხაროდ და იმის ნაცვლად რომ ეხა გუშინ წინ და იმის წინ, როდესაც უბრალოდ გუშინ იყო ძირითადად კომენტარები, როდესაც საუბარი იყო დავაზე, რამდენი ადამიანი მივიდა თავისუფლების მოედანზე. 12000 თუ 50000, ხო? იმის ნაცვლად რომ ყურადღება გაამახვილოს მართლა ძალიან მნიშვნელოვან პრობლემაზე, რომელიც ეხლა თუ არ გადაწყდა და ეხლა თუ არ მოხდა საქართველოს ძალიან აქტიური ჩართულობა ამ მიმართულებით, დამერწმუნეთ 5 წელი ამ პოლიტიკას თუ კი შემუშავდა ამ ფორმით, აღარავინ აღარ გადახედავს. და აქ კიდე უნდა მინდა გავაგრძელო, რომ რეალურად ოცნება უშვებს იმ შეცდომას ბევრად უფრო ადრე, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე დაუშვა და ამისთვის პოლიტიკურად დაისაჯა კიდეც. ხო, ანუ მე მახსოვს იქ კინკლაობა, აი რომელიღაც მიტინგზე რამდენი ადამიანი მივიდა. იმის ნაცვლად რომ ხელისუფლებამ მიიღოს ეს გზავნილად, რა მნიშვნელობა რამდენი 1000 იყო? ბევრი ხო იყო. ანუ ბევრი ადამიანი გარეთ არ გამოდის თუ სერიოზული პრობლემები არ არის ქვეყანაში. იმის ნაცვლად რომ ხელისუფლება დაკონცენტრირდეს პრობლემების მოგვარებაზე. ხო, ის კვლავაც იწყებს ოპოზიციის მარგინალიზაციას, რაც თავის დროზე გააკეთა ნაციონალურმა მოძრაობამ და სამწუხაროდ იმან რომ ის შეეცადა ოპოზიციის მოშორებას, მისთვის არასასურველი ოპოზიციის და მოასუფთავა ერთგვარად პოლიტიკური მოედანი, ამან შვა ბიძინა ივანიშვილი. ხო, რეალურად ეს ხელისუფლებაც ამას აკეთებს, უბრალოდ იმ განსხვავებით, რომ მას ვერტიკალი ისეთი ძლიერი არ აქვს, რომ ნაციონალური მოძრაობა გაანადგუროს. და ამით კიდევ უფრო დღეს მაგალითად ნაციონალური მოძრაობა როგორც პარტია ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ის იყო 3 წლის წინ, როცა იყო ხელისუფლებაში. იქიდან გამომდინარე, რომ მაშინ მისი პარტიული სტრუქტურა არ ცდებოდა სახელმწიფო ორგანოს. ხო, ფაქტობრივად ის მთელ ქვეყანას და მთელ სტრუქტურას იყენებდა როგორც პარტიულ რესურსს. დღეს ნაციონალური მოძრაობა რაც არის, ეს არის ნამდვილი პარტია. და ამ ყველაფერს ფაქტობრივად ასე ვთქვათ ბიძინა ივანიშვილმა რაღაცა დოზით შეუწყო ხელი თავისი ასე ვთქვათ პოლიტიკით. რასაკვირველია კი ეს ჩემს მაგალითზე ჩემს იად გითხრათ ადრე ვამბობდი კიდე. საბოლოო ჯამში თუ ამ ყველაფერს გავყვებით, დავეთანხმებით ბატონ თორნიკეს, რომ ნაციონალური მოძრაობა თამაშობს წაუგებელ თამაშს, იქიდან გამომდინარე, რომ ანუ სამი ძირითადი მიმართულება, ანუ რა ჭირს დღეს ქვეყანას. პირველი რომ ლარის დევალვაცია გრძელდება, ანუ მცოცავი მდგომარეობა დღესაც დასუსტდა ხვალაც, საბოლოო ჯამში ამის უკან დატრიალების რესურსი ამ ეტაპზე ხელისუფლებას არ აქვს. ეკონომიკის სირდება, და იწევს ქვევით, აქაც მას რესურსები ფაქტობრივად აღარ აქვს და საგარეო პოლიტიკაშიც ამ ჩართულობით, რა ჩართულობითაც ეხლა საქართველოს ხელისუფლება მუშაობს, მე ვერ ხედავ, რომ სერიოზული პროგრესი იქნება. ანუ სამივე ძირითადი მიმართულებით ხელისუფლება აგებს. ბუნებრივია, ჩემი აზრით ხელისუფლებამ თვითონ უნდა შეცვალოს მთავრობა, რაც შეიძლება სწრაფად, რომ ახალ არჩევნებში კონდეს მას კვლავაც შანსი, რომ უკან დაბრუნდეს ხელისუფლებაში. რაც უფრო გაიწელება ეს პროცესი, მით უფრო ნაკლები შანსი ექნება ოცნებია მას დაბრუნდეს ხელისუფლებაში და ბოლოს ერთი მომენტი, რომ აი რასაც ვამბობ, რომ იგივე შეცდომები, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ დაუშვა, იმიტომ რომ ის ანადგურებდა ოპოზიციას, დღეს ვიჩეჩავთ მხრებს, რომ რაღაცას ხედავთ არ მოგწონს დღევანდელი ხელისუფლების და ვამბობთ, რომ
ღმერთო ჩემო, ასეთი არაკომპეტენტურობა საიდან, ხო? იქიდან რომ სწორედაც რომ ბუნებრივ მდგომარეობაში არ მიცა წინა ხელისუფლებამ პოლიტიკურ სპექტრს განვითარების საშუალება, შედეგად მივიღეთ ის ადამიანები იმ ადგილას, რომლებიც იქ ჩვეულებრივად არ უნდა მომხვდარიყო. რას გულისხმობთ არ მიცა განვითარების საშუალება? რომელი პარტია აძლევს მეორე პარტიას განვითარების საშუალება? რა თქმა უნდა აძლევს აქ დასავლეთ ევროპაშიც და ზოგადად ევროპაშიც პოლიტიკური არენა სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლის არენა არ არის. ეს არის ასე ვთქვათ სპორტული ასე ვთქვათ შეჯიბრება, ჟიმია, მაგრამ ერთი მოთამაშე მეორეს არ კლავს. გასაგებია. არა, კი, გასაგებია, არავინ არ ყავს, მაგრამ რო ავიღოთ, შევადაროთ ახლა რა, სიტუაცია, ვთქვათ, რა ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის დროს, რა ხდება ახლა. ნაციონალური მოძრაობის დროს რამდენი პოლიტიკური ლიდერი გახსენდებათ ციხეში? პოლიტიკური ლიდერი არ მახსენდება ციხეში. და ნაციონალური მოძრაობის რამდენი პოლიტიკური ლიდერი? მაგაზოა რომ იგივე, ანუ ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობაში ჭკუაყოფნი და იმისათვის რომ პოლიტიკური ლიდერები არ დაეპატიმრებინა, ხო? და რეალურად ამ ხელისუფლებას მაგის არც ვერტიკალი აქვს, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აი ბოლომდე მოსპოს პოლიტიკური პარტია და ძალიან კარგი და მეორეც, ასე ვთქვათ, ბევრად უფრო ცუდი ნაბიჯია ეს, როდესაც რეალურად რამდენი ნაციონალური მოძრაობის ლიდერია ციხეში, ეს რეალურად აზიანებს ქვეყნის მომავალს და ავითვისე მოკლედ სივრცე ხა მაპატიებთ ალბათ მე მინდა ვთხოვო ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს და ასევე სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს რომ საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით უფრო მეტად აქტიურონ, ჩემ და სამწუხაროდ ჩემი აზრით ის აქტიურობა აღარ არის ამ მიმართულებით რაც იყო და მე მათ ვეტყვი რომ თუკი ხელისუფლება ჩაფლავდება პროდასავლური თვალსაზრისით, ელექტორალურადაც მათთვის ეს ცუდი იქნება. იმიტომ რომ უფრო ნაკლები ხარდამჭერია. ანუ თქვენ მეტ აქტივობას ისურვებდით ნაციონალური მოძრაობის მხრიდან საგარეო პოლიტიკური, იმიტომ რომ რაღაცა ფხებს შესაძლებლობები ამ თვალსაზრისით და კიდევ ერთხელ ვამბობ ის არ ვიცი მიზანმიმართულად აკეთებს ამას, არ ვიცი რატომ ჩემი აზრით ის არ იყენებს ბოლომდე იმ რესურსს რომ აი ამ გადამწყვეტ მომენტში დაეხმაროს ხელისუფლებას თუ არა მხოლოდ ხელისუფლებას ზეგავლენა მოახდინონ იმ სკეპტიკოსებზე რომლებიც ფაქტობრივად ჩემ და სამწუხაროდ ხვდებიან რუსული ასე ვთქვათ ნარატივის ქვეშ და ასოცირების ხელშეკრულება რა იყო და სამეზობლო პოლიტიკის სერიოზული საშიშროება არ შეგვიძლია აი აქეთ გადაიხაროს ძალიან საშიში. არ შემიძლია რომ არ გამოვეხმაურო იმას რომ ლიდერების დაჭერით რეალურად ნაციონალური მოძრაობა მართლაც რომ შეკრა ბოლომდე ბიძინა ივანიშვილმა ჩემი მაგალით რო ვიყოთ მე ხა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ვიყავი მაგრამ ნუ ვიცნობდი ალბათ 15 ადამიანს ნაციონალურ მოძრაობაში მაგრამ იმის გამო რომ ამ რაღაცა დაკითხვებზე ტარების დროს იქ რაღაცა პროტესტის დროს ვიღაცის დაჭერის გაპროტესტების დროს ფაქტობრივად ყველან გამიცანი ვინც კი ნაციონალურ მოძრაობაში რამე გაუკეთებია ასე რომ ეს მართლაც იყო აი ეს დევნა მართლაც იყო ნაციონალური მოძრაობისთვის მაკონსოლიდირებელი ფაქტორი მიუხედავად დიდი ზიანისა რაც ლიდერების დაპატიმრებით მიიღო რასაკურველია თქვენ გსურდათ გამოხმაურება ყველაზე მნიშვნელოვანი ისე მთავრობასთან დაკავშირებული ერთ კვირაში მთავრობას გასდის ვადა პარლამენტში უნდა წარადგინოს გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში რომელსაც ჩვენი კონსტიტუციურად პოლიტიკური გაგრძელება აქვს. ან პარლამენტი მოიწონებს ამ ანგარიშს და მასთან ერთად აიღებს, მთავრობასთან ერთად აიღებს პასუხისმგებლობას გასული წლის ბიუჯეტის ნაკლოვანებებზე, მოდი ესე ვთქვათ, რისი მზაობაც, ნუ ყოველ შემთხვევაში რაც კულუარულად ისმის ხმები არ არის პარლამენტში, იმიტომ რომ ის რაოდენობა აღარ აპირებს რომ ხარ დაუჭიროს, აპირებდა ყოველ შემთხვევაში ამ ინიციატივამდე. და შესაბამისად შესაძლებელია თუ კი ეს მხარდაჭერა, ანუ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის პოლიტიკური მხარდაჭერა არ ექნა, ეს გრძელდება უკვე სწორედ მთავრობის ადმინისტრაციების ერთ კითხვასაც დავსვამ სხვა თემა შეეხება ეს პრეზიდენტი უნდა მივიდეს პარლამენტში და საუბარია მთავრობა მივა თუ არ მივა ისე ვიქوارთ. ან მივა თუ არ მიმოусმენს თუ არ მოусმენს მთავრობა და რადგან კონსტიტუციის სპეციალისტები საუბრები არ შემიძლია რომ არ კითხოთ მანანა კობახიძემ, ხალბატონმა მანანა კობახიძემ ესეთი რამ თქვა რომ ჩვენ არა გვაქვს არანაირი ბერკეტი რომ მთავრობა დავავალდებულოთ რომ მოვიდესო რეგლამენტი ამას არ ითვალისწინებსო მაშინ როდესაც არსებობს კონსტიტუციის მე-60 მუხლი რომელიც ამბობს რომ ამ შემთხვევაში ყველაზე ნაკლები ასე ვთქვათ პასუხი სწორედ საკანონმდებლო აქტებში უნდა ვეძებოთ იმიტომ რომ როგორც მინიმუმ ეს სწორედ ეს პოლიტიკური გუნდი ამბობს რომ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ ხო და ეხლა ცოტა ხო და აი მაგას ვამბობ იმიტომ რომ პოლიტიკური გნებავთ სამართლებრივი საკამარისი მოდი ასე ვთქვათ მექანიზმები
არის, უნდა გქონდეს პოლიტიკური, რა თქმა უნდა, თუ არა, ცუდია, გარკვეული სისუსტის აღიარებათაც შეიძლება ჩაითვალოს და ეს მხოლოდ გამართლება შეიძლება იყოს საპარლამენტო ამბობენ, იმიტომ ვართო რომ შეუკვეცო პრეზიდენტ შეუკვეცო გასაგებია, მაგიტომ ამბობენ ძირითადად. ახარ ანარხან კი არა, იმიტომ რომ თავისთავად ეს მუხლი კონსტიტუციაში 2010 წლის რეფორმამდე იდო, მაგრამ ანუ ასეთ რაღაცა ეს მე-13 მუხლის მიხედვით თავრობის წევრი პარლამენტის მიერ არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია დაესწროს პარლამენტის მისი კომიტეტის და კომისიის ხდომებს, პასუხი გასცეს ხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. ეს მუხლი დევს ლეგიტიმაციის წყარო მთავრობის არის საქართველოს პარლამენტი. ამ დროს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ ჩვენ არ დავავალდებულებთ ასეთ რამეს რეგლამენტი არ ითვალისწინებს. დიდი მათ უგსურთ, რომ შემაჯამებელი კომენტარი გააკეთოთ ქალბატონო თამარ, ან თქვენ ბატონ თორნიკე კი ბატონო თუ არა და უნდა დავასრულოთ თეორემას შემდეგი ნაწილის სტუმარი იქნება ვილაპარაკებთ ეკონომიკაზე. უფრო მნიშვნელოვანი ეკონომიკაა, რომ შეგვიყვანოთ. ხო, აი ეკონომიკურმა სიზუღჭირემ გადაფარა და გაჭირვებამ გადაფარა გარკვეულწილად საგარეო პოლიტიკური თემები. ალბათ, ძელვადი ამ პერსპექტივაში ის რაც მოხდება ბრიუსელში დიდწილად გამოიწვევს შემდეგ იგივე ეკონომიკურ თუ პრობლემებსა თუ ზრდასა თუ განვითარებას, ასე რომ ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. კი ბატონო, დიდი მადლობა იმისთვის, რომ თეორემას სტუმრები ბრძანდებოდით. თქვენ არ გადართოთ თეორემას მეორე ნაწილში ეკონომიკაზე, საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე ვისაუბრებთ ბიზნესმენ თემურ ჭყონიასთან ერთად. დაგველოდეთ. Reach out and touch faith.